ანუ თეისტი ვარ ვაიძახი ხო? კი. ანუ უბრალოდ გჯერა რომ ღმერთი არსებობს ასე თქვა. კი, სასწაული, ან თვითონ ადამიანი ფიქრობ რომ სასწაულია და ეს ამ სასწაულს ვიღაცა მოახდენდა და ამის მჯერა მე. შენი ღმერთი რომლის არსებობისას გჯერა, ამ შემთხვევაში პიროვნულია თუ არა? არ არის პიროვნული თუ არის პიროვნული? არ არის პიროვნული. არსება ესე ვფიქრობ. როგორ? ზებუნებრივი არსება. არა, ზებუნებრივი რო არის გასაგებია. პიროვნული არის თუ არა? ანუ პიროვნება არის თუ არა ეგ ღმერთი? არა, ალბათ. ანუ არა, ძალიან მნიშვნელოვანია ეგ. იმიტომ აი ზუსტად ვერ გეტყვი, იმიტომ რომ არ ვიცი, არ მინახავს, არ შეხვედრივარ, არ ვისაუბრე. ანუ რა მაინტერესებს აზროვნების უნარი აქვს თუ არა, ან გადაწყვეტილების მიღების. კი? კი. მაშინ პიროვნული ყოფილი. ანუ პიროვნება გასაგებია. და რა მაინტერესებს ამ შემთხვევაში თუ პიროვნული ღმერთი არსებობს და არის ტრანსცენდენტალური. როგორ არის შესაძლებელი შენი აზრით რომ ადამიანი მას იცნობდეს? აი რა არის მაგის არ არის შესაძლებელი რომ იცნობდეს. შეუძლებელია რომ იცნობდეს. ანუ არსებობს ღმერთი, რომელმაც შექმნა ადამიანი და შეუძლებელი დატოვა იმის შესაძლებლობა რომ მას იცნობდეს თავისი ქმნილება? ამას ვფიქრობ. შეუძლებელი დატოვა. კი. მაშინ მე გეტყვი რომ ეგეთი ღმერთის არსებობა არის ლოგიკურად შეუძლებელი. და გეტყვი რატო? იმიტომ რომ ეგეთი ღმერთი კეთილი არ არის. და ღმერთი გეტყვი რა შუაში. ღმერთმა თუ შექმნა ქმნილება თუ შექმნა ღმერთმა და არ დაუტოვა იმის შესაძლებლობა რომ იგი გაეცნოთ, იმიტომ რომ ღმერთის გაცნობა და ღმერთთან ყოფნა იქნებოდა ამ შემთხვევაში ყველაზე საუკეთესო აღმატებული მდგომარეობა. და იქედან გამომდინარე რომ იმაზე უკეთესი იქნებოდა რომ ღმერთს დაეტოვებინა ქმნილებისთვის იმის შესაძლებლობა რომ იგი გაეცნოთ, ეს იმას ნიშნავს რომ ეგეთი ღმერთი საუკეთესო არ არის. და ღმერთზე უკეთესი რამე თუ არსებობს, აი იდეის დონეზეც კი. ანუ უკვე ღმერთი აღარ არის. ეგ არის ლოგიკურად შეუძლებელი, იმიტომ რომ ღმერთში ეგ იგულისხმება. შესაძლო ყველაზე საუკეთესო არსება, იმიტომ რომ თვითონ ანუ ყველაფერი კარგი მოდის მისგან, იმიტომ რომ პირველ მიზეზი და წყარო არის თვითონ, ხო? სიკეთის. შესაბამისად, ანუ ეგ ღმერთი, ანუ ყოვლად კეთილი არ არის, ყოვლად კეთილი თუ არ არის, საერთოდ ღმერთი არ არის და შეიძლება პირობითად გულისხმობ, რომ ამ ცხოვრებაში არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ვიცნობდეთ, მაგრამ სიკვდილის შემდეგ მე არ მაქვს, ანუ არანაირ შეხედულება საერთოდ წაღანაზეც კი საუბრებოდი რა. აი შენ ამბობ რომ 64 და ჯოჯოხეთი, მე არ 64 და არ ჯოჯოხეთის ამჯერა თუ გაინტერესებს. მოიცა, კითხვა რაღაცებზე გაურკვეველი. შემდეგ როცა იძახი, სიკვდილი რატო არსებობს საერთოდ? ანუ ვინ შექმნა სიკვდილი? ხა, ისევ ჩემი აზრით ღმერთმა. ანუ შენი ღმერთის არსებობა არის ლოგიკურად შეუძლებელი და საერთოდ ეგ არის ლოგიკურად შეუძლებელი, გეტყვი რა შენთვის შეიძლება ეგრე არა, ჩემთვის არა, ლოგიკის კანონების მიხედვით არის შეუძლებელი. და გეტყვი რატო? რატო? მაგალითად სიკვდილში მაინც ერთი წუთი. სიკვდილში მაინც რატო ხედავ ცუდს პირობითად გულისხმობ. სიკვდილი ცუდი არ არის? ვფიქრობ რომ არ არის. სიკვდილი არ არის ცუდი. აჰა. კი, არ არის სიკვდილი ცუდი. აი მაგალითად, აი ნათესავი რო გარდაგეცვალოს, ღმერთმა დაგიფაროს. იტყვი yes, რა კაია, მაგას გააკეთებ? yes. არ ვიტყვი, მაგრამ ნახე როგორ ხდება, გააჩნია ყველაფერს, ანუ ამ სიკვდილსაც რა, აი 80 წლის რო არის ადამიანი და აი ყველაფერი ნახა ამ ქვეყნა და რაღაც მე ვფიქრობ რომ რაღაცებს დასაწყისი. მე გეტყვი რაღაც კონდეს, ერთი დავასრულე. ჩემს ერთ დავასრულებ. რაღაც დასასრულიც უნდა ქონდეს. 80 წლის და ნუ მიდიხარ, კითხვას მოусმინე კითხვას. ჩემს მაკაც გარდაეცვალა 3 წლის და ეგ მოვლენა შენი აზრით ობიექტურად ცუდი არის? ანუ ადამიანი არგუმენტი და რომ გამოვიდეს მაგიტო მზად არის თქვას რომ სიკვდილი ცუდი არ არის. ანუ მაგაზეც მზადაა, მაგაზეც წამსვლელია. დამიუთებული ხარ, დააჭირე შენ თავს, ჩაირთე მიკროფონი და მიპასუხე. აი 3 წლის ბავშვი მოკვდა. არის თუ არა სიკვდილი ცუდი მოვლენა? მითხარი. კი, ცუდი მოვლენა. სიკვდილი, ანუ თანხმდებით რომ ცუდია, ხო? დიახ. სიკვდილში მაინც ერთი წუთი. სიკვდილში მაინც რატო ხედავ ცუდს პირობითად გულისხმობ. სიკვდილი ცუდი არ არის? ვფიქრობ რომ არ არის. სიკვდილი არ არის ცუდი. აჰა. კი, არ არის სიკვდილი ცუდი. სიკვდილი, ანუ თანხმდებით რომ ცუდია, ხო? დიახ. რანაირად შექმნა აბსოლუტურად კარგმა ღმერთმა სიკვდილი? რანაირად, აი მაგ ლოგიკურ აბსურდს როგორ აკეთებ ამიხსენი, იმიტომ რომ ჩემს გონებამდე ვერასდროს ვერ დავა. იმიტომ რომ ღმერთი თუ აბსოლუტურად კარგია და მასში ცუდი არაფერი არ არის. შენ ამბობ რომ ანუ როგორ აგიხსნა ნახე, აბსოლუტურად კარგს და აბსოლუტურად ცუდს საზღვრავს საიდან? ანუ გეტყვი საიდან საზღვრავს. ნახე? გეტყვი საიდან საზღვრავს.
ცუდის და კარგის არსებობა თვითონ მხოლოდ არის იმ შემთხვევაში შესაძლებელი, თუ არსებობს ღმერთი. და ღმერთი აბსოლუტურად კარგი რო იყოს, ეს არის ეპისტემოლოგიური აუცილებლობა. იმიტომ რომ ღმერთი თუ აბსოლუტურად კარგი არ არის, ანუ ოდნავ მაინც თუ არის შესაძლებელი რომ რაღაც სიბოროტე იყოს, ეს ნიშნავს რომ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო თვისება ახასიათებს ერთი და იგივე რამეს, ეგ არის ლოგიკურად შეუძლებელი. და მეორე, თუ ღმერთში შეიძლება სიბოროტე იყოს, ეს იმას ნიშნავს რომ იმის ალბათობაა რომ შეიძლება გატყუებს, თუ შეიძლება რომ გატყუებდეს, მაშინ შეიძლება 2+2 რეალურად 4-იც არ არის და 5-ია და ყოვლადწლიერი არსება გატყუებს. ამიტომ თუ იმის ალბათობა რომ ღმერთი შეიძლება გატყუებდეს, ვერაფერი ვერ გეცოდინება. ანუ მიდიხარ რედუქციო აბსურდიდან. ანუ აბსურდში გადაგიყვას ყველა ვარიანტში ის შეხედულება თუ დაუშვებ რომ ოდნავ მაინც შეიძლება ღმერთში იყოს სიბოროტე, ოდნავ მაინც. ამიტომ ღმერთი რომ აბსოლუტურად კარგი იყოს, ეგ არის ანუ როგორც ონტოლოგიური აუცილებლობა, ასევე შენი ეპისტემოლოგიისთვის და მით უმეტეს ეთიკისთვის. ანუ მაგის გარეშე უბრალოდ ღმერთი არსებობს. და ღმერთს თუ ნაკლი აქვს და სიბოროტე ეს ვაღიარებთ იმედია რომ ნაკლია, ღმერთი აღარ არის, იმიტომ ღმერთი უნაკლო არსება. ხო, ეგრე შენ ფიქრობ. მე ვფიქრობ რომ ღმერთი უნაკლო არსება, ისე ეგ შენ ამბობ რომ ანუ შენი ღმერთი არის უნაკლო, პირობითად ვიძახი რა. პირობითად არა, ჩემი ღმერთი არა, ღმერთი უნაკლოა. ანუ ღმერთს თუ ნაკლი აქვს, ღმერთი აღარ არის. ხვდები რას გეუბნები? ანუ მე არ ვფიქრობ. ანუ შენ ამ შემთხვევაში ამბობ რომ ანუ ნახე, მაშინ ესე გეტყვი. შენ ამ შემთხვევაში ამბობ იმას რომ ღმერთი ყოვლის შემძლე არ არის, რადგან ანუ პირობითად ვიძახი თუ ადამიანი პირობითად 3 წლის ასაკში თუნდაც ზოგი სულ არ იბადება და ისე კვდება რა, ჩანასახს გულისხმობ, ანუ ეს ისე გამოდის რომ ღმერთი არის ყოვლის შემძლე არ გამოდის, იქიდან გამომდინარე რომ რაღაც სიბოროტეებს ვერ ძლევს და ამ სოფლიოში მსგავსი რაღაცები ხდება მაინც რომ შენ რასაც ამბობ 3 წლის ბავშვი კვდება და მსგავსი რაღაცა. ჩალისკაც მოუტევ, ეგ არ გააკეთო მე. ჩალისკაც მოუტევ, ანუ არგუმენტს მოიგონებ, გამოგონილად. ვიგონე, შენ ხო ამბობ რომ ღმერთი ყოვლის შემძლე, მაშინ მსგავსი რაღაცები არ მოხდეს, ხო? პოზიცია არ მოგისმენია, ჩემი პოზიცია არ მოგისმენია. შენ ხო ამბობ რომ ღმერთი ყოვლის შემძლე და ამაზე თავხდებდი. აი, გავიგეთ რომ შენი მსოფლმხედველობა არის აბსურდი. იმედია ხო აბსურდი, ანუ შენ პასუხი არ გაქვს. აი, ამ ვიდეოს დავდებ და ნახავ რატო არის აბსურდი. ხო, რა მნიშვნელობა ვიდეოს ატყუადება. ეხლა დაგამივითებ და მომისმინე. ჩემს ქრისტიანობაში შენგან განსხვავებით სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია. სიკვდილი წარმოიშვა ქმნილების თავისუფალი ნების არასწორი აქტუალიზირებით. იმიტომ რომ სიკვდილს არ აქვს ონტოლოგიური საწყისი. აი როგორც სიბნელეს არ აქვს თავისი ონტოლოგიური საწყისი, არამედ სინათლის ნაკლებობა, ანალოგიურად ქმნილება რო ღმერთს დაშორდა, მაშინ შეიძლება სიკვდილმა ყოფიერება. ეხლა საქმერაშია 3 წლის ბავშვი რო კვდება, ჩვენი არგუმენტი არის რომ ყოვლად მოსიყვარული და კეთილი ღმერთი არსებობს, რომელიც მაგ ბავშვს აცხონებს. ანუ აცხოვრებს, ანუ საბოლოო ჭეშმარიტ სიცოცხლესა და ცხოვრებას მისცემს. შესაბამისად, ჩვენთვის აქ დასასრული არა, იმიტომ რომ ჩვენმა ღმერთმა სიკვდილი შემოსრა. თვითონ შეიძინა ადამიანური ბუნება, ჯვარს გაეკრა ჩვენი ცოდვებისთვის, მოკვდა და აღდგა ადამიანური ბუნებით და ანუ ამით ჩვენ დაგვანახა რომ იგი აღგვადგენს ასევე უკანასკნელ დღეს. ასე რომ მეორეჯერ ეგეთი რაღაც არ გააკეთო. ჩალისკაც აღარ შეუტიო, როდესაც ჩემი პოზიცია არის. რაც შეეხება რატო არის შენი მსოფლმხედველობა აბსურდი, მე ამ ჩანაწერს დავდებ, ანუ ვიდეოს დავდებ ხვალ ჩვენს საუბარს და შენ თვითონ ნახავ ძმაო შეგეწიოს უფალი იესო ქრისტე და გაგაძლიეროს. პოზიცია ისე ორჯერ შეიცვალა ლაპარაკის დროს, ჯერ ამბობდი რომ სიკვდილი სიბოროტე არ არის, მაღაზიას სადიკავი